მოგესალმებით, დაგიბრუნდით პოდკასტის მორიგი ეპიზოდით და როგორც შეგპირდით, დღესაც ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, რომელსაც მთელი აღფრთოვანებით და მოტივაციით ველოდები დღეს და დარწმუნებული ვარ, თქვენს ძალიან გაგიხარდებათ მისი მოსმენა. ერთ პატარა მინიშნებას მოგცემთ, ალბათ შეიძლება ხედავთ კიდეც ისედაც კადრში, მაგრამ ამ ადამიანს მინიმუმ ყველა იცნობთ და ვფიქრობ, რომ მთელ ქვეყანას შეაყვარა მან კოსმოსი. ამიტომ ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო ეპიზოდია დღეს, ცოტათი ვღელავ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმდენად საინტერესო და იმდენად დიდი ცოდნის მქონე ადამიანი მყავს დღეს სტუმრად, რომ ბუნებრივად სწავა ყველაფერი ძალიან კარგად და ბევრ რაც მთავარია ღირებულ ცოდნას მივიღებთ მეც და თქვენს, იმიტომ რომ ჩემი მიზანი თუ გახსოვთ იყო პირველ რიგში ის, რომ მიმეღო ცოდნა სხვადასხვა ცნობილი, ცოდნე, საინტერესო ადამიანებისგან და მადლობა ძალიან დიდი ბატონო მიხეილ მთელი გულით. მადლობა თქვენ, პირიქით. რომ ჩემი სტუმარი ხართ. მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენ იცით, რომ მე ვარ ვერზი და ვერზები ძალიან გულწრფელი ადამიანები არიან და ეს ჩემს სტუმრებსაც აისახება, იმიტომ რომ მე ვინც მაინტერესებს რეალურად, გულწრფელად და ვისგანაც მართლა მაინტერესებს რაღაცის მოსმენა, სწორედ ამ ადამიანებს ვეპატიჟები და მადლობა, რომ ერთი არის მე ვისი დაპატიჟება მინდა და მეორე მხარეს თუ უნდა ჩემთან სტუმრობა და მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენ წინაშე და მიხარია რომ აქ ხართ. მეც მიხარია რომ დამპატიჟე და მზად ვარ ყოველთვის გემსახუროთ. ასევე ბატონო მიხეილ, ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას, რამდენიმე სიტყვით შევეხეთ დღევანდელ ეპიზოდს, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მაყურებლისთვისაც აუდიტორიისთვის მინდა გამმარტო, რომ ჩემი აზრით, თქვენ იმდენად ღრმა, ასე ვთქვათ, შინაგანი სამყარო გაქვთ და იმდენად დიდი ცოდნა გაქვთ სხვადასხვა მიმართულებებით, რომ დღეს ჩემი, ასე ვთქვათ, დიდი სურვილი იყო და არის ის, რომ ვისაუბროთ არა უბრალოდ ასტროლოგიის ჭრილში, რაზეც ისედაც ყოველთვის საუბრობთ და ყველა მიცის, რომ ექსპერტი ხართ ამ მიმართულებით, არამედ მე მინდა ვისაუბროთ მაგალითად თქვენს პერსონაჟზე უშუალოდ, რა დგას თქვენი წარმატების ისტორიის უკან, როგორ მიხვედით, რა არის ზოგადად მიხეილ საგარელის ფენომენი და ასე შემდეგ. აი, მე პირადად ახლა ვარ 31 წლის და აქედან ალბათ მინიმუმ 10 წელი არის, რაც თქვენ გადავნებთ თვალს. სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით და მახსოვს ბებია ჩემი, ბაბუა ჩემი გიყურებდნენ ხოლმე რაღაცებს ყვებოდნენ და მათ დამაინტერესეს თქვენი, ასე ვთქვათ, პიროვნებით და უბრალოდ ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს, იცით, ნებისმიერი ბიზნესი, როდესაც იწყება, ნებისმიერი ადამიანი, როდესაც იწყებს მისი პირადი ბრენდის შექმნას, ხო? ის გადის სხვადასხვა ეტაპებს, ხო ასეა? ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი, ეს არის რაღაც განვითარების პერიოდი, როდესაც ადამიანიც, ბიზნესიც, სტარტაპი, ხო, ყველაზე დიდ ძალისხმევას ხარჯავს მის განვითარებასა და წარმოჩენაში. და მერე დგება უკვე ის პიკური მომენტი, როდესაც ადამიანი უკვე იმკის, იმ დათესილს, რაც მან აქამდე იღვაწა, ასე ვთქვათ. უბრალოდ ამ პიკსაც აქვს ერთი თავისებურება. პიკი არ გრძელდება მუდმივად, ხო ესეა? პიკს ყოველთვის მოსდევს პლატო და ნებისმიერ კომუნიკაციაში, ნებისმიერ განვითარებაში პიკი, პლატო. ესეთი რაღაცა არა, მესამეც არის ჩავარდნა, ან საერთოდ წასვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გამიხილოთ. მე იცით რა მაინტერესებს? 15 წლის თუ რა ვიცი, 10 წლის რამდენი ხნის განმავლობაშიც გიყურებთ. თქვენ მე მგონი პიკი გაქვთ სულ და ამაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობაც. შეგიძლიათ აი მითხრათ, რამდენად სწორია ჩემი შეფასება და რა დგას ამის უკან? ახლო ხარ სიმართლესთან უდავოდ, წყალი არ გაუვა მაგ ამბავს, ბევრი მეკითხება სხვა შორის, ხა ზოგჯერ შაყირობენ ხოლმე, რომ ერთი იყო ჯულეტა ვაშაყმაძე ქალბატონი, რომელიც დიდხანს იყო ეკრანზე, მერე იყო ედვარდ შევარდნაძე, რომელიც ნუ დიდხანს იყო და მერე შენ და სულ ჩანდით ეს ეკრანზეო და გავტო ჯულეტა წავიდა, მერე ედვარდი წავიდა, შენ რითვე წახვედიო, სულ მაგაში ბჭობა. ხო და ვეუბნები ალბათ სამყარო ესე უნდა. მე აქ არაფერ შუაში არა ვარ, სიმართლე გითხრა, თუმცა რაღაც პარამეტრები არის და რატომ უნდა სამყაროს, ეს არის მთავარი, ხო? იმიტომ რომ მე თვლი ხარ, როცა ჩემი პირადი ჰოროსკოპიც კარგად განმიხილე და ანალიზი გავაკეთე, არის რაღაც დეტალები, რომელიც ალბათ საჭირო იყო იმ პერიოდში იმ ადგილას და ალბათ იმ, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის, სადაც მე აღმოჩნდი და რა კონკრეტულად. მაგალითად, ერთი ენერგეტიკა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რას გადმოსცემ, დავუშვათ ხო და რა ენერგიას აფრქვევ. ეს არის მომენტი. ძალიან ხშირად როცა მე ვსაუბრობდი, ადამიანებს ეძინებოდათ.
ეძინოთ. მე მერეკავდნენ ბოდის მეხდინენ, მე ვთქვი რაზე ვილაპარაკე, იმიტომ დაეძინოთ. ეს უნდა ვეუბნებით, რომ ძალიან კარგი, რადგან დაგეძინათ, ესე თქვენ რელაქსაციის მდგომარეობაში ხართ. რელაქსაცია საიდან მოდის? ხმიდან, ხმის ტემბრი. ტემბრი, ინტონაცია, დაახლოებით დაუშვათ გერა, რომელიც არ ხტუნავს ძალიან მაღლა და დაბლა. გესმის და ეს ძალიან ამშვიდებს, ადუნებს ადამიანს და ხშირად ამიტომ ძინავთ. ანუ ეს არის თერაპია. ძალიან ხშირად ადამიანები მოსულან ჩემთან პირად ჰოროსკოპზე და დაძინებიათ. ეს მომენტიც იყო. მე ვხვდით და ამიტომ ეს ვიცი, ეს ერთი ფაქტორი. ესე იგი დამამშვიდებელი ხმის ტემბრი, საუბარი, სტილი და ასე. მეორე ფაქტორა, რომელიც უკავშირდება რომ მე კატეგორიულად ვერ იტან ვერანაირ ტყუილს. გამორიცხულია. და ამიტომ ვის რასაც ვლაპარაკობ, ის იმაზე ყოველთვის პასუხისმგებელი ვარ. და მე შემიძლია ყოველთვის ყველას ვთხრა, რატო თქვი მეს? საიდან, როგორ, რანაირად. ეს ალბათ მეორე ფაქტორია სამყაროსთვის, კოსმოსისთვის. მესამე ფაქტორი ალბათ მონაცემები ორატორული, რომის მეშვეობით მე შემიძლია სწრაფადაც ვილაპარაკო. და ძალიან ბევრს აქვს მოთხოვნა და მით უმეტეს ჟურნალისტიკას აქვს მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და საინტერესოდ ელაპარაკოს ადამიანმა. და არანელა ეს მომენტიც არის მესამე და მეოთხე გასაგებად. ჩვენ ახლა გვარცად დავასახელებ, ყავს ძალიან ძლიერი პატრიარქი ასტროლოგიაში, უნდა აქ სერიოზული პრობლემა. დაიწყებს ერთი თემით, გადადის მეორეზე, ამ თორეს მესამეს და მე ვეკითხება, რაზე იყო საუბარი. და ხალხსაც აბნევს ძალიან, ვერ იგებენ, რაზე იყო საერთოდ ჯამში საუბარი, ხო? ანუ უნარი იმისა, რომ ლოგიკურად აუხსნა ადამიანს, რა, როგორ ჩაწვდეს ცოტა სიღრმეებში, დაფიქრდეს, ხო? შესაბამისი ინტონაციით უნდა უთხრა, შესაბამისი ბგერათა წყობით, შესაბამისი სწორი წყობით დაუშვათ სიტყვებისა, მონახული სიტყვებისა იმ მომენტში, ხო? ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს ამ შედეგებს და პლუს რაზაკვირველია ის თემატიკა, რომელიც ალბათ აქტუალური გახდა უკვე საქართველოსთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი უძლიერესი ასტროლოგიური ქვეყანა იყო. რომელიც სამწუხაროდ, ნუ რაღაცნაირად მეთოდეს კომუნისტების დროს საერთოდ დაეხურა ეს თემა და საერთოდ დაგვავიწყდა. რომ ჩვენ ამაში უბადლოები ვიყავით თავის დროზე და ამის გარეშე არც არაკეთებდნენ ჩვენ ჩვენ არა მარტო ექიმებიც იყენებდნენ სხვა ჩვენ ცალკე თემად ყველა კი არ გამოვთქვი ახლა ეს სკოლა რო იყო ხო ძველი წელთაღრიცხვით ასტროლოგია ერთ-ერთი უძლიერესი დარგია ეს ცალკე თემა. არამედ ჩვენი მეფეები ჩვენივად იყენებდნენ ამას, ხო? ამიტომაც ალბათ რადგან ჩათვალა რომ მე უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც დაუშვათ დაინტერესებდა საზოგადოებას, ხო? ალბათ არჩევდა. ვინ? და რა კრიტერიუმებით? ერთი, შინაგანი წესიერება, ტყუილების ართქმა, მესამე, ცოდნის ბაზა, მეოთხე, ეზოთერიკიდან მოსვლა. მე არ მოვედი როგორც სხვა ასტროლოგები მხატვრობიდან, მუსიკიდან, საინჟინრო სფეროდან და შენგო. მე ჯერ გავიარე დიდი სკოლა ეზოთერული, ინდოეთი, ჩინეთი და მე მოვედი უკვე და როცა ეზოთერიკიდან მერწმუნედ მოდიხარ ასტროლოგიაში, სხვა ხედვა გაქვს, სხვა პრიზმიდან ხედავთ მას. ვიდრე ჩვეულებრივი წიგნიდან ნასწავლი, ასტროლოგიური წიგნიდან ნასწავლი მხატვარი, მაგალითად, ხო? თუმცა ხოტორობის არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. და ენერგეტიკა. აი ხშირად ადამიანები მოდიან ჩემთან თავის ტკივილით და როცა მიდიან მეუბნები რა ფეღარ ტკივილ, კარგად ვართ ხო? ანუ მე სარგებლობ ალბათ იმ რაღაც პრივილეგიებით, რომელიც სამყარომ მომცა თავიდანვე და მაგ გარკვეული სამკურნალო ენერგია. ამიტომ როცა ჩემთან მოდის ადამიანი და როცა საუბრობ ჩვენ ის არა მარტო იმუხტება დადებითი ენერგიით, არამედ ხშირად რაღაცეების კურნალობა ხდება იმ საუბრის დროს თუნდაც. ეს თავისთავად და ალბათ სამყარომ ჩათვალა, რომ აი მე ამ ორატორული მონაცემები და გამომდინარე ამ ყველა მონაცემებიდან რომ მე ჩვენ ავნიშეთ, ალბათ მე უნდა ყოფილიყავი პირველი პროპაგანდისტი და მე გამოჩნდებოდნენ უკვე დანარჩენები, იმიტომ რომ იცი რა, მე გამოვედი ძალიან რთული სიტუაცია იყო. ეს 90-იანი წლებია და უცებ წარმოიდგინე კომუნიზმი და სოციალიზმი რომში ცხოვრობდით, უცებ ეს დასრულდა წამიერად და წამოვიდა იმის ბუმი, რაც საზოგადოებას აკლდა წლების განმავლობაში ეკლესია, რელიგია. და ამ დროს რელიგია გრძალავს ასტროლოგიას. და შენ გამოდიხარ აქ და გადაგებ ასტროლოგიურ რაღაცებს, როცა ყველა ეკლესიას როცა ეკლესია იყო მთავარი მომენტში. და იყო არანახული ბუმი. და თქვენ არ გასულ 90-იან წლებში და ამიტომ მე გადავიტანო ყველაზე დიდი ბრძოლები.
ბრძოლები ეკლესიის მსახურებთან, ბრძოლები ჟურნალისტებთან, ბრძოლები სხვა ადამიანებს საერთოდ წარმოადგენენ ან რაზე ქადაგებს, ან რა უნდა, საიდან მოვიდა, რატო გვაბოლებს, ეს ყველაფერი ჩემთვის გავლილია, ქუჩაში გაჩერებები, შეურაცხყოფები, მიხვდით? და ეთყობა სამყარო ჩათვალა, რომ მე რადგან გავლილი მაქვს იოგას სკოლა, ინდური სკოლა, მედიტაციისა და შემდგომ ნერვული სისტემა ჩემი უფრო მეტად აიტანდა ამას, ვიდრე სხვა ადამიანის. და მართლა აიტანა. ყოველგვარი კონფლიქტების, ყოველგვარი ჩხუბების და დაპირისპირებების გარეშე და ალბათ ეს იყო საჭირო, რომ აი პირველი ასეთ ადამიანს უნდა გაეკვალა. და მე უკვე მოდიან ახლა და არჩენები და სხვები. მე ესე ვფიქრობ. ძალიან საინტერესო გზა გაქვთ ნამდვილად გავლილი და თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე ახლა უამრავი კითხვა მიჩნდება კიდევ, ამიტომ ეტაპობრივად შეგეკითხებით მაშინ. თქვენ შეეხეთ ძალიან საინტერესო თემას, როგორ იწყებდით და საერთოდ როგორი რთული არის, როდესაც ხარ პირველი ადამიანი, გზამკვლევი როდესაც ხარ, იმიტომ რომ შენ უკვალავს სხვებს გზას და მე შენს ნაფეხურებზე სხვები უფრო მარტივად მოძრაობენ. თან ეს არის ძალიან რთული დრო. ჩვენ როდესაც ვფიქრდებით მასლოუს პირამიდაზე თუნდაც ხო, ვიცით რომ საბაზისო საჭიროებები ადამიანისთვის არის პრიორიტეტი და როდესაც აი ამ საჭიროებების ძიებაშია ის ვეღარ ფიქრობს უფრო მაღალ მატერიებზე და სულიერ განვითარებაზე, მათ შორის ისეთ ცნებებს როგორც ეზოთერიკა, ასტროლოგია და ასე შემდეგ, ეს უკვე როდესაც დაკმაყოფილებულია საბაზისო საჭიროებები, მერე მიდის უკვე ადამიანი თვითშემეცნებისკენ, ხო? და თქვენ დაიწყეთ ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან რთული პერიოდი იდგა და ადამიანებს არ ქონდათ იმის ფუფუნება, რომ ეფიქრათ თვითგანვითარების გზებზე და თქვენ ამ მომენტში იწყებთ აბსოლუტურად, მოდი უხეშად რომ ვთქვა, უცნობი ცნების მიმართულებით მუშაობას და უბრალოდ მაინტერესებს, საიდან მოგივიდათ, საით დაინახეთ ამის პოტენციალი და რა დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ თქვენი გონება მიხვედრილიყო იმას, რომ ეს იყო თქვენი. ნუ მოდი დავიწყოთ იქედან, რომ საიდან შემოვიდა საერთოდ ასტროლოგია ჩემს ცხოვრებაში. ნუ ახლა ისე მაინტერესებდა ყოველთვის კაცო ვარსკვლავებსაც უყურებდი და მაინტერესებდა მთვარე, რატო ახან დიდი ხან პატარა ეს კითხვები ბავშვობიდან მქონდა. სხვა შორის ადრევით უმეტეს როცა ვისვენებდით კურორტებზე, სოფლებში და შემდგომ ფანტასტიკური ცა იყო მოჭედილი, ასე ვთქვათ, ვარსკვლავები და სულ მაინტერესებდა რატო შემოვარდა ვარსკვლავი, რა არის, იქ არის ცხოვრება, თუ კითხვები კი, მაგრამ ნუ კაი, დამთავრდა ამით. და პირველი შეხება იყო, მე უკვე სადღაც 20 წელიწადს გადავაცილე, როცა ძალიან მძიმე გრიპი იყო ქალაქში, მონონუკლეოზი. სხვა შორის ძალიან ბევრი ადამიანი წაიყვანა ამ ქვეყნიდან ამ გრიპმა, უმძიმესი იყო ეს COVID და ის სასაცილოა იმასთან, რაც მაშინ მძვინვარებდა და მძიმე ფორმები ჰქონდა. საოცარი ცვლილებები ორგანიზმში, სიცხეები მაღალი, დიდხანს და ნუ ძალიან იცვლებოდა ბევრი რამ ადამიანის ცხოვრებაში, ისეთი ზეგავლენა ჰქონდა. მე შემეყარა ეს გრიპი, იმიტომ რომ მე მაშინ, ნუ ახლა გასაკვირი არც იყო, იმიტომ რომ მე თავიდან მივდიოდი მუსიკალური გზით. 3 საესტრადო სიმღერა ერქვა მაშინ, ფესტივალის ლაურეატი ვარ და ნუ ერთ-ერთი ესეთი ასე ვთქვათ, საკონცერტო ეტყობა ამ დარბაზში იყო ბევრი ხალხი, ნუ იქ ცეკვავდნენ და შემდგომ სადღაც ვიღაცამ ეტყობა, ან სულკოცნედით ერთმანეთს ხო იქ რომ შევხვდები და ეს ქართული ტრადიცია, რომ ვიღაცამ გადმომატა. ეს გრიპი და ნუ მერე გრიპი იყო ძალიან მძიმე ფორმის, დაახლოებით დამჭირდა 3 კვირა თუ 1 თვე არა, რომ გამოსულიყავი მდგომარეობიდან. მაგრამ ამ დროს მოხდა ერთი მშვენი რამ, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მომიტანა, მაშინ ჩვენ სამის დათს უწოდებდით ამას, ანუ ეს რას ნიშნავს სამის დათი, ფურცლებზე გადაბეჭდილი წიგნი, ხო? წიგნები ესეთი არ იყო მაშინ. ფურცლებზე გადაბეჭდილი ედვარდ ანტონის ამერიკელი ასტროლოგის თქვათ სფერო, ასტროლოგიას ეხებოდა, მაშინ გავიცანე პირველად და უცებ ვკითხულობ, რომ 40 საუკუნის წინ წარმოიქმნა ასტროლოგია და თითოეული ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება. ვკითხულობ ჩემს ზოდიაქოს კუროს და ვხედავ, რომ მინიმუმ 80% ეს მე ვარ. აი მაშინ პირველად დაემბადა აზრი, როგორ კაც, რა იცოდა ამ ხალხმა 40 საუკუნის წინ ასეთი ზუსტი დახასიათება ჩემი, მე წავეკითხე დედაჩემზე, მე კიდე იმათმა წაღიარეს რო კი ესმის, ხო, აი მაშინ მე ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მქონდა გარკვეული ინტერესი ფსიქოლოგიისადმი და ამ წიგნში წერია ასტროლოგია ოდითგანვე ითვლებოდა კოსმობიოფსიქოლოგიად, ასე ერქვა მათ და პირველი ფსიქოლოგები იყვნენ სწორედ ასტროლოგები. ამა კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა და მე უკვე როცა ფეხზე დავდექი, ჩემ თავს მაშინ მევთხარი, რომ ეხლა უნდა კარგად გავერკვე, ეს რა არის, იმიტომ ძალიან დამაინტერესა.
ხო და მე დავიწყე უკვე ძიება, მე ნელ-ნელა გამოჩნდა წიგნები, გამოჩნდა ვიდეოები, მე ნელ-ნელა დაუშვათ კავშირები დავამყარე იმ ადამიანთან, ვინც ცოტა ახლო იყო ამ სფეროსთან მეტად იქ მოსკოვში და სხვა ქალაქებში და მე უკვე გავერკვი ამაში და როცა უკვე ალექსანდრე ზარაევმა მოსკოვში ძალიან დიდი დონის ასტროლოგია, პირადი ჰოროსკოპი შემიდგინა და იქ უკვე სწავლის კურსი გავიარე. მაშინ მივხვდი, რომ ეს კიდევ უფრო ღრმა არის, ვიდრე ის, რაც მე წავიკითხე და იქიდან უცებ მეუბნება ადამიანი, რომ მიდიხარ სამეცნიერო კვლევითი გზით, ხო კი, კარგია შენთვის, მაგრამ საშუალოა წარმატების კუთხით. და რა არის კარგი ვეკითხები, ხო? და მეჩვენებს გამარჯვების პლანეტები დგას ტყუპებში და მე-12 სახლში. მე-12 სახლი თევზებია, ტყუპები, ეს არის კომუნიკაცია. ეს არის რადიო, ტელევიზია, პრესა, ჟურნალისტიკა. მეუბნება, წახვალ ჟურნალისტიკის გზით ოღონდ გადასცემ არა პოლიტიკაზე, არა სპორტზე, არა ხელოვნებაზე, არამედ გადაცემები გექნება ეზოთერიკაზე, კოსმურ კანონზომიერებებზე, მაშინ ეს იქნება შენი წარმატების ფაქტორი. გამეცინა, არასოდეს არ მეფიქრე არანაირ ჟურნალისტიკაზე და მით უმეტეს ახლა ტელევიზიით გადაცემა ისეთი ეზოთერული თემებისა. ხო და მაგრამ დავინტერესდი, ვიფიქრე, მოდი მოვსინჯებ. ახლა ვნახავ მე ასტროლოგია ტყუილია, როგორც ზოგიერთი ამბობს, თუ მართალია. დავინტერესდი, წარმოედგინე ქუჩიდან, არავის არ ვიცნობდი, აბსოლუტურად ქუჩიდან მივედი მეორე არხზე. რატომ მეორე არხზე? იმიტომ პირველი არხი, ორი არხი იყო სულ მაშინ. ისიც ახალი გახსნილი იყო, ერთ წლის გახსნილი იყო მეორე არხი. იყო ერთადერთი არხი პირველი, დღეს საზოგადოებრივს უწოდებ და მეორე გაიხსნა და მომეწონა მეორე, რატომ იმიტომ ახალგაზრდა ბიჭებით იყო დაკომპლექტებული, შედარებით თანამედროვე რაღაც სტილის გადაცემები ქონდა, ის პირველი არხი ძალიან კონსერვატიული იყო. ვიფიქრე, თუ მოიწონებენ აქ. იქ გამორიცხულია საერთოდ, მაგრამ აქაც რომ მიდიხარ ქუჩიდან, ახლა მაშინდელ საქართველოში მით უმეტეს ეხლა წხვესია, მაშინდელ მით უმეტეს ახლა ვიღაცა მოდის ქუჩიდან. რატო უნდა რატო უნდა გაუხსნა გადაცემა, ხო, როცა უამრავი შენიანი ყავს იქ, რომელსაც გადაცემა არ აქვს საკუთარი, ხო? და ესე მივედი, ბატონი ზაზა დარასელი გავიგერო იყო ხელმძღვანელი, მივედი ეს ქუჩიდან და უხსნე რა ეს ასტროლოგია, ესეთი, მოკლედ და მინდა ამაზე გადაცემა გაკეთდეს. როგორ ავარიცი დარწმუნებული იმაში, რომ კინწისყვრით გავუმაგდებენ. იმიტომ რომ ეს პერიოდია, როდესაც ბუმია ეკლესიური, რომელიც გრძალავს ასტროლოგიას, საერთოდ ასტროლოგია რა არის, არც იციან, ასტრონომია გაუგიათ, მაგრამ ასტროლოგია კითხაობა, რა არის საერთოდ ზოგს ახლაც გონია რომ კითხაობა, მინდა გითხრა, ხო? და მაშინ ახლა წარმოიდგინე 93 წელს ხდება ეს ამბავი, ხო? ხო და ესე ჩემს რისკზე მივედი და საინტერესო მოვლენა იყო იცი, გამარჯვების პლანეტა მყავს ტყუპებში. ზაზა დარასელი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი იყო. ანუ ტყუპები ჩემთვის გამარჯვების მომტანი ნიშანია. ვისაც კი გადავეყარე, ყველამ წარმატება მომიტანა. პარადოქსია, ხო, ეს უკვე ცხოვრება მე მაჩვენე. მაგრამ პირველი ეს წარმატებული რაც მე დავაფიქსირე ჰოროსკოპიდან გამომდინარე, იყო ზაზა დარასელი ცხონებული. და მეუბნება უცებ რომ კაცო, რატო არაო, რაღაც ახალიაო, საინტერესოა, ვიცი რომ რაღაც ინტერესი არისო ხალხშიო, მაგრამ არიციან რა არისო და თუ კარგად გაკეთდებო, მოვსინჯოთ. ვიღავ ეს იგი როგორი გაკვირვებული, იცი რომ დარწმუნებული იყო რა გიწისვრით უცებ კაცი ამბობს, მოდი მოვსინჯოთ. და აურეკა ვიღაცას ბიჭები ამოიყვანა ეს აბა გავაკეთოთ, ნახოთ რა გამოვა. მოვსინჯეთ რაღაცა, შეხედა პრინციპში არ არის ცუდი, ოღონდ რაღაც პატარა შენიშვნები მოგცა. ეს არ გვინდა, ეს ისე გადაღების რაკურსი რაღაცები უკვე შეგვისწორა. კაი, მეორე გავაკეთეთ, ვაჩვენეთ, ეს მოეწონა უკვე. მოდი ვნახოთ, აბა ხა რეაქცია ხალხი ყველაფერი მოვსინჯოთ. წავიდა რეაქციაც იყო საინტერესო. პირველი 25 მაისს გავიდა 93 წლის პროგრამა ზოდიაქო. და ტყუპებით დავიწყე ზუსტად პირველი გადაცემა 25 მაისს უკვე მზე იყო შესული ტყუპებში. ნახე? და ესე და მე უკვე მეორე გადაცემა, ეს უკვე პროგნოზი ასტროლოგიური, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას. ამან კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია. მერე წავიდა მესამე გადაცემა, რომელიც უკვე ცალკეულ პერსონებს ეძღვრებოდა პროგრამა ჰოროსკოპი. და ჰოროსკოპი იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ შემახვედრა უამრავ ცნობილ ადამიანებს. 120 კაცი მყავს გადაღებული და რა ბუმბერაზე ხალხი იცი, რა ვიცი, დაწყებული ოთარ მეღვინა თუ ხუცეწიდან დამთავრებული ეგერ მედია ჩახავაგნება თუ უმრავლესობა აღარ არის ცოცხალი, ხო? მაგრამ ეს ლეგენდები. რამდენი წლის იყავით მაშინ? ახლა მე არ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის ვიყავი.
მაგრამ იცი რა, ფაქტი ის არის, რომ შთაბეჭდილებები იყო არნახული. იმიტომ რომ ახლა ასეთ ბუმბერას ხალხთან ხვდები, უცებ აღმოაჩენ, რომ ყველა სხვადასხვა ფსიქოტიპი აქვს, ყველა სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, შენ დამი ესე ძალიან ბევრს ნიშნავს. მივხვდი და რაც თავარია, წავიდა გადაცემა კაცო. და ერთი კი არა, 3. ეხლა ამას რა მოყვა, რასაკვირველია, ბოღმაშური წყენა, ხო, მათ შორის თვითონ მეორე არღზეც იქაც მოწინააღმდეგეები გამიჩნდა, რომ ვინ არის ეს ვიღაცა მოვიდა ქუჩიდან და ერთი კი არ 3 გადაცემა გავუშვა, როცა ჩვენ აქ ვმუშაობთ 15 წელია და ერთი გადაცემა არ გვეღირსა, ხო? როგორც საქართველოში ხდება ეს და ყველგან ხდება პრინციპში. ეს ამბები ცალკე გარედან ვინ არის, რა უნდა რებს გველაპარაკება, რას იმას გვიშვება. ხო, ახლა მეც მჭირდებოდა დახვეწა, ხო? ამას ხო უნდა დახვეწა. კი პროგნოზია, მაგრამ რა სტილის პროგნოზს აკეთებ, როგორ აკეთებ, რამდენს აკეთებ, მერე ლიმიტირებული დრო გაქვს. იმ დროში უნდა ჩასვა ყველა საინტერესო, ეგრე კი არ არის, ახლა თქვენ 1 საათი რო გაქვთ ეს ბოდიში ვინ მომცემდა მე 1 საათს. პროგნოზი უნდა ყოფილიყო 12, მაქსიმუმ 15 წუთი და გადაცემა 9 საათზე მეტი არა. არ დამიდიხარ ახლა კოტე მახარაძესთან, სოფიკო ჭიაურელთან და კოტე მახარაძემ იმდენი ლაპარაკა, იმდენი საინტერესო, ჩვენ გქონდა 3 საათიანი მასალა. და ერთი მეორეზე საინტერესო რა. ისტორიული ფაქტორები, მისი ცხოვრებისეული ეს უნდა ჩაგვესვა 9 საათში. ნუ წარმოედგინე რა როგორ უნდა დაჩეხო, ხო? ამიტომ გეუბნები, ცხოვრება ბევრ ამას გასწავლის და ესე დაიწყო მთელი ეს ამბები, რასაკვირველია წინაღობები თვითონ შეგნით ტელევიზიაში, წინაღობები გარედან, უამრავი, ეს ყველაფერი გავიარეთ და რა ვიცი, მოვედით აქამდე, ალბათ გქონდა ის თვისებები, რომელიც საჭირო იყო, რომ ეს ყველაფერი გაგვევლო. აი ძალიან საინტერესო არის ჩემი აზრით, აი ეგ არის მთავარი ქვაკუთხედი, როგორ მართლაც როგორ მოხვედით აქამდე და თქვენ ახსენეთ ძალიან ბევრი თვისება პრინციპში ან ფაქტორი. მთავარი არ გეპასუხე. და კითხვა როგორიც იყო, აი იმაზე პასუხს სჭირდება კიდე ერთ წინადადება. აქედან გამომდინარე, როცა მე დავინახე, რომ ეს სისტემა მუშაობს, ანუ როგორც მითხრა ზარაევმა, ჟურნალისტიკა თან ეზოთერული თემა და ამან დაიწყო პოპულარიზაცია და ამან გამოსწო უამრავი საინტერესო ადამიანი და ამან გახადა ცნობადი ჩემი თავი. აი როცა ვნახე, რომ ეს მუშაობს, ამის მერე მივეცი უფლება ჩემ თავს, რომ ეს გამევრცელებინა, გამეძლიერებინა, მერე წიგნები გაუმეშვა და ეს სხვა რამ, ანუ პოპულარიზაცია გამეკეთებინა. რატო? იმიტომ რომ მივხვდი, რომ რადგან ჩემზე მუშაობს, სხვებზეც იმუშავებს და რაც მეტად ადამიანები ამაში გაერკვევიან, მეტად ეკნებათ დახმარება სამყაროდან მათ შორის. ანუ თქვენ ძალიან ბევრ თვისებას და ფაქტორს შეეხეთ, აი რომ შევაჯამოთ ახლა, გამოდის რომ ერთი ეს იყო თქვენი ცხოვრებისეული მისია, ხო, ესე გამოდის რაღაც კოსმოსიდან დედამიწიდან. დიახ. და გავიწყდა შენი სიტყვა. მე მქონდა კიდე ერთი გადაცემა იქ, რომელიც გადიოდა 9 წელიწადი. ერქვა რაგელით ხვალ. ეს იყო ყოველდღიური პროგნოზი. და მე თვითონ შევწყვეტე. და ძალიან გაუკვირდა ყველას. რატო და გეტყვი ხლა ეპიზოდს. რა მოხდა. ესე იგი 1-2 ეს გადაცემა ტექნიკური მიზეზებით ვერ გავიდა. გადიოდა ძირითადად 11 საათზე, 11 იყო ბოლო რა და ნუ ძილის წინ ძირითადად ხო ადამიანებისა. და ძირითადი კონტინგენტი იყვნენ ქალები, მაინც ყოველთვის ქალები უფრო მეტად ინტერესდებოდნენ ვიდრე მამაკაცები ამ სფეროთი. და 1-2 რო ვერ გავიდა, ისეთი ზარები იყო, ისეთი აღშფოთება იყო, რომ ჩვენ ვერ დავიძინებთ ამ გადაცემის გარეშე, თქვენ ნერვები მოგვიშალეთ და იყო ლანცვა გინება, რომ რას ქვია. აი მაშინ პირველად დავფიქრდი და მივხვდი, რომ რა მოხდა. რატო? რა მოხდა? და მაშინ მივხვდი, რომ მე ეს ადამიანები რეალურად დავაზომბირე. ანუ ყოველდღიური პროგნოზები არ შეიძლება. მე ეს მოხსენი ჩემი თხოვე ზაზას, რომ ესეთი ამბავია და მოდით რა ეს. ვინმე გააკეთებდა ამას, გამორიცხო პერეკით, რასამ მეოთხე გადაცემას დადle, ვინმე ვარს იტყვის? არა, მე ვთქვი, არ შეიძლება. ჩვენ ხალხი ეხა წამოვაგეთ. ეს კაუჭია ეს. ერთი გადაცემა ვერ გავიდა, ხალხს დაიწყო ნევროზი. და რატო უნდა ვაცხოვროთ ამ ნევროზში და რატო უნდა იყოს ადამიანი ესე ზომბირებული, დამოკიდებული ყოველ დღე ჩემს ინფორმაციაზე. ამის კატეგორია ზოგადი პროგნოზი რო არის კვირის, ზოგადი ესე არ მოქმედებს სხვათა შორის. მოქმედებს, მაგრამ ესე არ აბავს ადამიანს, როგორც ყოველდღიური. ამან ძალიან დააბა ეს საზოგადოება და აი მაშინ ესეც მოვაშორეთ 9 წლის მერე, რომ მივხვდი, რომ ესე ყოველდღიური დაზომბირება კატეგორიულად იგრძელება. ეს უკვე ადამიანს მონობაში აქცევ. რისი უფლება არავის არ აქვს.
ბოდის ვიხდი რომ არა, შეგაწყვეტი. რასამოდ პირიქით ძალიან საინტერესო იყო და ჩემი კითხვა იცით რაში მდგომარეობს? თქვენ ახსენეთ უამრავი ფაქტორი და ასე ვთქვათ თვისება. მაგალითად ის რომ ყველაფერი ერთიანობაში შეიკრა, რომ თქვენ ამ სფეროში მოსულიყავით, ხომ? ასე თქვენი პიროვნული თვისებები, რაღაც სამყაროს სურვილი, ყველაფერი ერთად. მაგრამ ეს იყო საბაზისო, ასე ვთქვათ, პაკეტი იმ მომენტისთვის, მაგრამ თქვენ ამდენი ხანი უკვე ამ სფეროში როცა ხართ, მარტო ის თვისებები მგონია, რომ აღარ გაქვთ, მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი შეიძინეთ, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ უამრავი ცნობილი ადამიანი, რომელთანაც კომუნიცირებდით და რომლებიც განსხვავებულები იყვნენ. ჩემი წარმოდგენით, თქვენ დღეისთვის უკვე ფსიქოლოგიც ხართ, ასტროლოგიც ხართ, კომუნიკაციების სპეციალისტი ხართ, მარკეტინგიც ხართ, გაყიდვებით, ყველაფერი ხართ. და ეს თქვენი გამლილი გზა მოკლედ, ვიცი რომ რთულია, მაგრამ აი რაღაც თავისებურებებზე რომ მოგვიყვეთ, აი კონკრეტულად ამ მიმართულებებით, რა სირთულეები ახლავს, რა საინტერესო მომენტები ახლავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თქვენთან, როდესაც მოდის ადამიანი, ანუ თქვენთან ჩემი აზრით, იმიტომ მოდიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში რაღაცა პრობლემის გადაწყვეტა სჭირდებათ, ხო? და როდესაც ადამიანს რაღაცა პრობლემის გადაწყვეტა სჭირდება, ძალიან ახლოს არის იმ კაუჭთან, რომელიც წეგან თქვენ ახსენეთ. და ვფიქრობ, რომ თქვენ რო არ გქონდეთ რაღაცა სტოპ მექანიზმი, აი თუნდაც წეგან რაც ახსენეთ, ის შეიძლება ის ადამიანი დაზომბდეს ისევ და ყოველდღიურად არაადეკვატურად უნდადეს თქვენთან კომუნიკაცია. ან იმ კონკრეტული შეხვედრის ფარგლებშიც არაკმაყოფილებდეს რასაუბნებით და უფრო მეტი ემოციური ჩართულობა უნდადეს თქვენთან და თქვენ არის უამრავი. გეტყვი ახლა, ეს არის გამოცდილება, იცი რა, გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ პირველი მაგათაც ჩემი სერიოზული გამოცდილება იყო ეს არაერთხელ მომეყოლია 17 წლის გოგოსთან. ხო, თევზების ზოდიაქოს ნიშანი, ხო? და მე ვერ გავითვალისწინებ ისთან მაქვს საქმე რეალურად. რატო? იმიტომ რომ მე გადავწყვიტე სიმართლის თქმა. სიმართლე რა იყო? მას ჰქონდა პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე ყავდა მორიელში. მორიელეს არის შარცოცკის რეპროდუქტიული სისტემა და როცა იქ ხდება შავი მთვარე, ესეთ ადამიანს ეკრძალება აბორტის გაკეთება. არ არის სასურველი და გაცილებით მძიმედ შეიძლება დაუსრულდეს მათ შორის უშვილობით. და მე ეს ვთხარი. რამე ცუდი ვთქვი, ადამიანს ვაფრთხილებ ხო, რომ აბორტი არ გაიგეთო. შეიძლება, მაგრამ პრობლემები შეექმნას უშვილობის კუთხით. რომ დაიწყო ისტერიკა. ზე კინაღამ მოკვდა იქ ჩემ თვალწინ. ახლა წარმოიდგინე შენ ციბნევი ხო, ხარ რა ხდება სიმართლეს ამბობ ხო, რამე თქვი ესეთი გაგიშდა კინაღამ რა ლამის კედელს უთხრა თავი. მე რა დღეს ჩავარდი ცალკე, აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ დავამშვიდო. რა მოხდა? არ მეუბნება, იმიტომ რომ ბღავის ხო? სასწაული მდგომარეობა, კატასტროფა, ადამიანი ლამის მოკვდა შენ თვალწინ. თრის გამო, გაწურ სიმართლის გამო? და მე ირკვევა თურმე, მე უკვე რომ დაწკნარდა ცოტა დამშვიდე ლაპარაკი რომ შეძლო, რომ თურმე უკვე გაკეთებულია აბორტი. ეხლა თევზებისთვის, ეხლა ეს რო უთხრა ვერც, პრობლემა არ არის. ვერძე ამას გადაიტანს როგორც ნამდვილი მეუმარი. თევზებისთვის ეს რამის თქმა შეიძლება, იმიტომ რომ 1000-ნაირი ფანტაზია. უცებ წარმოისახა როგორ რჩება ბავშვის გარეშე, რა უბედურია და რა სიწვალებს და მოკვდა რა. სასწარკვეთში ჩავარ. ესე იგი ნახე რა მოხდა, ესე იგი მე სიმართლით ადამიანი კინაღამ მოვკალი. აი პირველი სერიოზული გამოცდილება ჩემთვის. როდესაც სამყარო მითხრა, ასე არ შეიძლება. ამიტომ გეუბნებით, გამოცდილება არის ფანტასტიკური, რაც უნდა წიგნები იკითხოთ, რაც უნდა სკოლები გაიაროთ, ხო? გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი არ არის. მე დამჭირდა 2 კვირა, რომ ის გოგო აზზე მომეყვანა. მე რა კიდე მეორე, რომელსაც ერთმა ვაი ასტროლოგმა უთხრა, რომ 1 კვირაში მანქანა დაგეტაკებაო და ის უნდა გენახათ, რა დღეს ჩავარდა. და იმასთან კიდე ცალკე მუშაობა ფსიქოლოგიურად და ის დღე მოვიდა და რო არ დაეტაკა არავინ და მე რომ ასე ვთქვათ, ცოტა სხვანაირად შეხედა რაღაც, ესეც ცალკე. იცი რა, ესეთი ეპიზოდები იყო. მასიც პროგნოზები ეთიკურია ბოდიში რომ გაწყვეტინეთ, რომ მანქანა დაგეტაკება. არა, რასაკვირველია, იმიტომ რომ არიციან ჩვენთან არსებობს ასტროლოგიური ეთიკა. აი 10 ასტროლოგიდან შეიძლება ერთმა იცის, მაგრამ 9 არ იცის. და არც ითვალისწინებს და არც აინტერესებს. სამწუხაროდ მივხვდი, ეთიკა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. როცა მოდის ადამიანი შენთან ცოცხალი არსებაა ხო? შენი ერთი აიღურე, ამ ადამიანებს გონიათ რომ ასტროლოგია ეს არის კითხაობა უმრავლეს შემთხვევაში. გესმის სამწუხაროდ, როცა ჩემგან აუბრალოდ საბედნიერო ჩემგან როცა მიდიან, მეუბნებიან ცით რა მე სხვა რამე მეგონა და ეს რა ყოფილა. ესმის, მაგრამ არის მეორე კატეგორიაც. ეს მეუბნება რომ იცი რა, მე ესენი არ მაინტერესებს. კი, ძალიან საინტერესოა, მე მაინტერესებს, აი, როდის გავთხოვდები, რამდენი შვილი მეყოლება, ფულს გავაკეთებ თუ არა. ანუ, ხვდები რომ მოვიდა როგორც კითხავთან.
და მე ვეუბნები, რომ თქვენი ადგილი არ მკითხავთ და თქვენი ქარმოხვედით. მე სიღრმეებზე გელაპარაკე და თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ ამისთვის სად არ ახართ. რამდენჯერ ეს ადამიანი გამიშვია უკან. ვიღდით? ამიტომ 1000-ნაირი კატეგორიის ადამიანი მოვა. ზოგი მოვა იმისთვის, რომ შენთან სელფი გადაიღოს. დარჩენი არა, მაგრამ გიძლებს. ითმენს, რომ როდის დაამთავრებ. თავარია სელფი უნდა გადაიღოს, მე ხვდი, მაგრამ არ აინტერესებს იმას. ზოგს ხვდები მაგალითად, რომ 2 საათი, 3 საათი ელაპარაკე, მთელი შენი ძალა ენერგია დახარჯე და ბოლოს ისეთ რამეს გეტყვის, რომ ხვდები, რომ სუტყვილა დაკარგე დრო. ვერაფერი ვერ გაიგო, მე ხვდი, მაგრამ ზოგთან ისეთი სიამოვნებაა საუბარი, ისე კარგად იჭერს ინფორმაციას, რომ ბოლოში, აი მაგითხები ახშიათ არიღლები, მე ვეუბნები ძალიან თუ ადამიანს არ აინტერესებს ეს სფერო და რაღაცის გამოა მოსული. მაშინ ძალიან მღლის. მაგრამ თუ ადამიანი ჭკუაგამჭრიახი აინტერესებს და ხვდები, რომ კარგად იჭერს ამ ინფორმაციას, პირიქით მე შემიძლია 6 საათი ველაპარაკო და არ დავიღალო. აი ეს მომენტიც, ამიტომ იცი რა გამოცდილება არის ფანტასტიკური რამ. იმდენაირ ადამიანს შეხვდები. იმდენაირ სიტუაციაში, ახლა მაგალითად მოვიდა ერთი ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით და დაბადებული ადამიანი. მაგრამ მომემზადე ყველაფერი, მისი რუქა მაგ წინ ყველაფერი და დაჯდეს, არ ჯდება. რაშია საქმე ვეკითხები, მე ვერ დავждებიო. ნევროზი მაქვს, მე რო დავждე მოკვდებიო. აბა რა უნდა გქნათ მეთქვა, ვიბლიო რა. 2 საათი კაცი დადიოდა. ნუ ხო როგორ შევხედავდი ხა მე იმას, ხო გამორიცხულია ეს ხა ტენისის ბურთი ვითხოვ უნდა უყურო. რამდენი კილომეტრი გაიარა არ ვიცი, მაგრამ მე ველაპარაკებოდი და ამას იწარდა სხვა შორის და დაიმახსოვრა ბევრი რა, მაგრამ ამისთვისაც ხო უნდა იყო მზად, რომ მოვიდა ადამიანი, რომელიც დადის. შენს წინაშე უნდა უხსნა ეს, მიხვდი? ამიტომ 1000 ზოგი მოდის ტირის. ჯერ დაწყებული არ მაქვს. დაიწყებს გახსენებას პირველი სიყვარული, მე ვინმე მკითხა. რა შუაშია პირველი მეორე სიყვარული, რა ოპერაციები რამდენი გაიკეთა, რა ეს სიზმრება, მთელი ეს განცდები. ანუ ნახე რა ხდება უკვე ძალიან როგორ გითხრა, აი უკვე ზღუდავს რა, იმიტომ რომ თელ თავის ამ ენერგეტიკულ ნაგავს გაყრის შენ. ამიტომ ძალიან ბევრი ვამპირი მოდის ჩემთან. რომელიც მოდის იმისთვის, რომ ამ თავისი ნაგვისგან განთავისუფლდეს. ეხლა უყურე აქედან გამომდინარე, რატო არ ამყავს მე მოსწავლე? აი ეკითხოს ხანდა სხვათა შორის. იმიტომ მიგიყვანე, ხა მე იმიტომ მოგიყვანე ამ ხელამბა, იმიტომ მოვყევი, რომ მიხვდე. მე მაგ ძალიან მაღალი მოთხოვნა თანუსხა მოსწავლეებისადმი, რამდენიმე იყო და ყველა გავუშვი. რატო ვერ გაკაჩეს? მოხდე? იმიტომ რომ ეს აუცილებლად მე სკოლას არავითარ გავიარე ჯერ კიდევ თავის დროზე და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პრინციპს მიდგომისა. თუმცა დღეს იქაც კი შეცვალეს უკვე, იმიტომ ყველა გადავიდა ფულის კეთებაზე, მაგრამ მე მაქვს ჩემი პრინციპი მაინც რა. მე ვთვლი რომ ასტროლოგი ეს არის არა მარტო ასტროლოგი, რომელიც ასტროლოგიაში უნდა ერკვეოდეს, არამედ უნდა იყოს ეზოთერიკოსი. მა უნდა იცოდეს ძალიან კარგად ფილოსოფიური, თუგინა რელიგიური, თუგინა ეზოთერული მწამსი სამყაროსი, მისი კანონებისა, წესებისა და ასე შემდგომ. მეორე, მესამე, აუცილებლად უნდა ვარჯიშობდეს რაში? იოგა სისტემაში, ან ჩინურ ციგუნში. უნდა ფლობდეს ენერგეტიკულ ვარჯიშებს. რატო? აი მოვიდა ადამიანი, ხო? და ის არის მაგალითად ენერგოვამპირი. ზოგს იცი როგორი თვალები აქვს? აი ამ თვალებით გჭამს, რენტგენივით აქვს. რენტგენის სხივები, დიდი ენერგეტიკა და დიდი თვალი და თითქმის არ ახამხამებს. ესე რა რთულეს ადამიანის გაძლება, როცა ესე გიყურებს და გჭამს, ეს ვამპირი. მეგრე? და შესაბამისად უნდა იცოდე ბევრი რა. მაგალითად მე ეს ადამიანს უყურებ ყოველთვის მარცხენა თვალში, მაგრამ მან არის და ვერ მკეტავს ჩემთან ვერანაირად ენერგეტიკულ ველს. 1-2 საერთოდ ადგა და წავიდა მე. ბოდიში მომიხადა. რაღაც ვერა ვარ კარგად. რატო ვერ არის კარგად გავიგი? იმიტომ რომ ვერ დამაყარა. ანუ დაცვა დავაყენე. მეხდე? ანუ არის დაცვის ხერხები, რომელიც ამიტომ უნდა იცოდეს ასტროლოგმა, იმიტომ რომ 1000 უამრავი ადამიანი მოვა, რომელიც ეცდება რომ თავის ნაგავი დაგაღარო თქვენ. მეხდეთ? და განთავისუფლდეს ამისგან. საუბრის დროს თუნდაც. ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ ხერხები. უნდა იცოდეთ ეს ვარჯიშები, იოგა სისტემის, იგივე დაუშვათ ციგუნის, რითიც თქვენ უნდა განთავისუფლდეთ თუ მოხდა ეს დაყრა. ამ ენერგიისგან და ყველა ვარენს თქვენს ზიხართ 2-3 საათი ძალიან უარყოფით ენერგოველში. რაც თქვენზე გინდათ არ გინდათ მაინც მოქმედებს. მესამე, თქვენ უნდა გასაგები ენით აუხსნათ ადამიანს, რას ხედავთ რუკაში, რომ მან გაიგოს.
მარტო ის კი არა თქვენ მე ვაჩვენებ პირდაპირ რა არის როგორ არის საიდან არის რომ მას არ ეკონოს მე ვკითხავ და რაღაცას ვიგონებ საიდანაც რაღაც მეჩვენება არა აი პრინციპი კანონები მათ შორის ასტრონომიული რას ეფუძნება საიდან როგორ რომელი პლანეტა რას მართავს რატო გაქვს აქ რას ნიშნავს ეს ისე რომ ადამიანმა ყველაფერი იცოდეს გესმის ესეც მასზე ახდენს სტრატეგიულ შტაბის და თუ თან მით უმეტეს გასაგებ ენაზე უხსნია მას თან ტემპი უნდა იპოვო აუცილებლად იმ ტემპში არ დაეწინო სადაც ნელა ლაპარაკობ იმას ინტერეს რამდენი ახლა მოდის უნდა გაითვალისწინო რომ მოდის სხვადასხვა ტიპის ადამიანი გონებრივი შესაძლებლობების ერთი არის სწრაფად მოძრავი ტვინი მაგათ ვერძი ტყუპები მერწყული კი ბატონო მეორე არის ტიპი რომელიც საშუალო დონეზე აქვს მას ტვინი განვითარებული ანუ მაგალითად ესეთი არის მორიელი კერჩხიბი საშუალო ტემპში შეიძლება ესაუბრო მესამე არის ნელი აზროვნების ტიპაჟები მაგათ ხის გადაკურო მეგდე მათთან ნელა თუ არის საუბრე და სწრაფად ისაუბრე ვერ იგებენ ნახევარს ვერ აფიქსირებენ სწრაფად ეხლა ორ ეს კიდე ცალკე დეტალია ეგ ესეც უნდა იცოდე ხო ეგრევე დაიჭირო ჯერ პირადი რუქი ნახედავ რა ტვინის პატრონია და მე უკვე ლაპარაკში მიხვდები ხო რამდენად რა ტემპში უნდა ესაუბრო რომ მან გაიგოს თორე შენ კი ლაპარაკო მაგრამ ის იგებს ზოგი მორცხვია და შეიძლება არ გითხრას აფერი მაგრამ ვერ გაიგო მიხვდი ეს ცალკე კატეგორია ამიტომ ბევრი დეტალი ნიუანსებია რომელიც ასტროლოგმა უნდა იცოდეს უნდა ვარჯიშობდეს კიდე ხო იმარო ეზოტერულ ვარჯიშებში კითხო წიგნები და რა წიგნები ამას მე უთითებდი ეზოტერული ცალკე ასტროლოგიური ცალკე ეს ყველაფერი გესმის და აი ეს მოთხოვნები არ აღმოფილებთ ვერ გაჩვენ ჩვენთან უნდა მხოლოდ ასტროლოგიური წიგნები ანუ სწორედ ასტროლოგია რასაც ასწავლის პირადი რუქის გაკეთება პროგნოზირება და ფული მორჩა მეტი არაფერი დანარჩენი დაცვა საკუთარი თავისა სწორად მასთან საუბარი იგივე დავუშვათ შენ თუ ვარჯიშობ ციგუნში ან იოგაში შენ შეგიძლია ადამიანი განკურნო საუბრის დროს ენერგიები გაუსწორო შენთან ელაპარაკები მაგრამ თან აურა მისი იცვლება რამდენჯერ ხედავდი რომ ადამიანი მოდის ყავისფერი აურით ძალიან დაბინძურებულია და მიდის ცისფერით აბსოლუტურად სხვანაირი გახდა 2 საათში მიხვდი ეს ცალკეა კიდე ამიტომ ასტროლოგი უნდა იყოს ფსიქოლოგიც, უნდა იყოს ორატორიც, უნდა იყოს ექიმიც, ბევრი რაღაცა ევალება გესმის და ჩვენთან ეს არაინტერესია, ჩვენთან როგორც კითხავებთ რომ მიხვალთ, გეტყვის ეს გელის 3 შვილი გეყოლება 9 დღეში გათხოვდები და ასე შემდგომ გესმის და კი ბატონო, ფული დადე და კარგად იღავ. ანუ რაც მოთხოვნა, იმის მიწოდებას ახორციელებენ რეალურად. მე სხვა რაღაცებს ვეუბნები, ამიტომ ბევრი ადამიანი მზად არ არის ასტროლოგიისთვის. პირდაპირ მე ხშირად ვეკითხები ერისთვის მოხდით. რა გაინტერესებთ? რა პრობლემები გაქვთ? გაინტერესებთ სიღრმეები, მაშინ დარჩით. თუ არ გაინტერესებთ, მაშინ კითხვები არიან და კი ბატონო, თუ ესეთი ტიპის კითხვები გაქვთ. მეგდი? ამიტომ ცხოვრება ბევრნაირ ადამიანთან შეგახვედრებს და მიხვდები ბევრ რაღაცას, რომ აი ვისთან როგორი გემოსწავლების აყვანა კი როგორ არ მიდოდა, ვერ გაჩავენ. ეს არ უნდათ, ის არ უნდათ, კითხვა არ უნდათ, სწავლა არ უნდათ, ვარჯიშები არ უნდათ მარტო ასტროლოგიური ცოდნა და ეგრევე ფულის კეთება. და ესე იმდან შესწავლებს უშვებენ. ისე აზარალებენ მე ადამიანებს, რომ აი ვერ აგიწევთ. ჩემთან ახლა მოდიან ზოგჯერ, იცით რა 5 ასტროლოგთან ვიყავი, მეუბნებიან. იმასთან იმას ჩამომithვლიან გესმის? ხო და რა, იმ ასტროლოგებმა ელემენტარული არ ეციან ჯერთი იმასაც კი არ ეთვალისწინებენ, რომ ჩვენ დეკრეტული დრო ქონდა და იმ დეკრეტულ დროში უნდა ჩასვა აუცილებლად დაბადების მომენტი, რომ ზუსტი მიიღო რუკა თუ ზუსტი არა უკვე შესწავლებს უშვებ, შენ ესე კი ადამიანს ატყუებ. დავიწყოთ აქედან, ხო? სულ სხვა ადამიანის რუკას ეუბნები. მეორე ადამიანს აქვს საგვარეულო წყევლა გამოხატული პირად რუკაში. ასტროლოგი როცა ამას ვერ დაინახავს და არ იცის ეს რა არის. რა უნდა ველაპარაკო იმას საერთოდ, ხო? ამიტომ ეს დადიან ასტროლოგებში, მე ბოლოში ესე იგი მაინც უკმაყოფილოები რჩებიან, ვერ იგებენ, მოდიან ჩემთან და მე ხედავ ელემენტარულ ცოდინრობას, რომელსაც ის ასტროლოგები იჩენენ სამწუხაროდ, მიხვდი? აი ამიტომაც ხდება ეს, იმიტომ რომ ჩვენთან უნდა უცებ ზედაპირულად და ფული. მარჩა და მე ამას არ ვაძლევ, მე ვაძლევ ცოდნას და სიღრმეს. ადამიანური ფაქტორი წინა პლანზე, იმიტომ რომ კარმის პრინციპი ჩვენთან ახლა ძალიან პოპულარული სიტყვა კარმაზე ვაბრახუნებს ყველა. კარმული პრინციპი არის რას უშვებ სამყაროში, იგივე მოდის უგან. შენ რას უშვებ? შენ იმისთვის რომ გაუშვა პოზიტიური, შენ თვითონ უნდა იყო პოზიტიური. და რას აკეთებ ამისთვის?
ამ დროს უყურებ კაცო, მე ერთადერთხელ მახსოვს შეკრება მოაწყო, იყო ერთი ესეთი ეზოთერიკოსი, თავის დროს 90-იან წლებში ნათან ბაზოვი, მან მოაწყო დიდი შეკრება ეზოთერიკოსების, ასტროლოგების, მკითხავების, ყველა ვიც აი ამ სფეროში იყო, უნდა და ამათი გაერთიანება. და მოინტერესა და მივედი. ესე იგი, როგორც მივედი, ისე მოკურწყლე იქედან. იმიტომ რომ ასეთი ცუდი ენერგია. ასეთი ღვარძი, ხო არ ვიცი, ხა ბევრი არ იცნობდა ერთმანეთს, პირველად შევით, ხო? ღვარძლი, ბოღმა, შური, რა ენერგია წამოვიდა, თავი ამტკივდა, ყური გამიწითლდა, რა არ დაიწყო, შავმაგიური შეტევები, ხო? და ესენი არიან ეზოთერიკოსები. ეს ერთი იყო გადაცემა, ეს ერთი ამბავი იყო და იმის მერე არ გაუკარები არამედ ესეთ საზოგადოებებს, იმიტომ რომ სიბინძურია სამსახურად ამ დროს ეზოთერიკოსი უნდა ერკვეოდეს კარმის კანონებში, უნდა ეწოდეს რომ რასაც აგზავნის მოსდის უკან და ვერ გაექცევა თუ მან არ აღზარდა სწორად თავისი მოსწავლე და იმ მოსწავლემ დააშავა, მას დაუბრუნდება ეს და ის მიიღებს ცხოვრების სულ დარტყმას, ეს უნდა იწოდეს. და ამის ბაიბურში არ არიან. და იყო კიდე ერთი გადაცემა, სადაც მე არ მითხრეს რა ტიპის გადაცემა, მეგონა რაღაც ჩვეულებრივი ინტერვიუ იქნებოდა, არ დავასახელებთ და ვის და როგორ და აღმოჩნდა საზოგადოება ისაც ასტროლოგები, ერთად ფსიქოლოგები ერთად ერთმანეთს ვერ იტანდნენ ესენი. პლუს რელიგიის მოღვაწეები ცალკე, მეცნიერები. მოკლედ ისეთ საზოგადოება შეეკრიბა, რომ აუცილებლად დახოცავდნენ ერთმანეთს და რომ შევედი ხო საგრემიოროში. იგვე ვიგზენი რა, რომ აქ იქნება დიდი ამბები. მოვტრეალდი ეგრევე, ბოდიში მოვიხადე, წამოვედი. ძალიან ეწყინათ, მაგრამ ცივი წყალი. მაგრამ მე მახსოვს, რომ მეორე დღეს როცა გადაცემა რო გავიდა, მეორე დღეს ხალხი ქუჩაში მაჩერებდა და ერთ კითხვას მისუღდა. და სიმართლე მითხრა, ცხენოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რომ ეს არის ჩვენი ეზოთერული ელიტა, რაც ჩვენ ახლა გუში ვნახეთ, დაჭამეს ერთმანეთი. გესმის და კიდევ კაი რომ მე იქ მონაწილეობა არ მივიღე. მიხდი? ამიტომ ესეთ საზოგადოებაში მე ვერ ვნახავთ და მოთხოვნა მოსწავლეებისადმი მაქვს სულ სხვა რასაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ, ამიტომაც არ ყავს. მხოლოდ ეს არის მიზეზი. ფაქტობრივად ჩემს კითხვებს წინასწარ ცემთ პასუხებს. ძალიან კარგი. მაგრამ მაინც მეც გაგიზიარებთ ჩემს აზრს, მაგრამ იქამდე თქვენს დამატებით კომენტარს მოვისმენ, გარდა იმისა, რაც ახლა ისაუბრეთ. თქვენი წარმატების ფორმულა, ჩემი აზრით, კიდევ გამოირჩევა იმით, რომ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა. ანუ მე მაინც მარკეტინგის და ბიზნესის ბექგრაუნდიდან მოდივარ და ზუსტად ჩემთვის ეს ასეთი ტიპის ტერმინებში რაღაცების გაჩარჩოვება მაინც არის მნიშვნელოვანი და თქვენი აზრით კიდევ რა გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან, რაც ყოველთვის გტოვებთ აქტუალურად ყოველ შემთხვევაში საქართველოში და საქართველოს მასშტაბებს გარეთაც, ხო? თქვენ ემიგრანტებიც ძალიან დიდი რაოდენობით მოგმართავენ. კი, რამდენიც თუ გიფიქრიათ ამაზე და თუ გაქვთ სწრაფი ეხლა ეს რთულია, თქმა რა აბსოლუტურად ესეთი ოქროს ფორმულა გამოიყვანო და შეგობარა, բայց რაც გითხარი, მე ვფიქრობ, რომ უფრო ეს მომენტია ალბათ და იცი რა, კიდევ მე მაგათ ახალგაზრდობაში თუ რამე სადმე მოწვევა მქონდა, რომ ეს ვარს არ ვამბობდი. ეხლა უკვე დავიწყე, მაშინ არა, იმიტომ რომ მაშინ იყო პროპაგანდა საჭირო, თუ სადმე სად იყო ჯერ ამდენი ტელევიზიები და ინტერნეტი საერთოდ არ იყო, ხო, ამიტომ არ უშვებდი, მომის როგორმე რამე გავაგებინო საზოგადოებას, ხო? ეხლა არა, ეხლა ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ გადავეყარე მათ შორის ზოგიერთ საეჭვო ასე ვთქვათ, პიროვნებებს, მათ შორის ტელევიზიებში, მათ შორის ინტერნეტში, რომელსაც უნდათ რომ იქ გამოსხარავონ ასტროლოგია, რაღაც გადაიყვანონ, რაღაც უაზრო იუმორში, რაღაც კითხავის რაღაცა მანტია მომაცვან, ასეთებსაც გადავეყარე. რომელსაც ძალიან კულტურულად დაემშვიდობენ, ხო? ამიტომ აღმოაჩინე, რომ იცი რა, როცა ყავს მოყვარეები, აუცილებლად გაყოლება მტრებიც. ეს კანონია, ხო? და უნდა იყო მზად. ეხლა უკვე მაქვს საშუალება, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ უკვე ცნობადი ვარ, ხა რამდენი წელია 93 წლიდან ვარ ეკრანზე, ხო? ყველა მცნობს. ეხლა მე აღარ მჭირდება ისო გინდა თუ არა, ვინმე დაგიძახებს გაიქცი. ეხლა აქ მოვედი რატო? პირადი სიმპათია. მომეწონა იმ კუთხით, რომ კარგი ტვინი გაქვს, კარგად აზროვნებ, ინტერესი გაქვს, საინტერესო კითხვებს დასვავ, რაც ვილაპარაკეთ, აი, ეს მაგრამ მე ხარ არ მომწონებოდა პირდაპირ გეუბნები, ხო? პერსონა, შენ არ მივიდოდი. თორე რაღაცები ესეთი შემეთხვა არაერთხელ და ახლა იმის გამეორება არ მინდა.
მიხარია ძალიან და მეც გაგიზიარებთ მაშინ ჩვენს უკავშირს. არა, ხო გეუბნები ახლა მე აქ ვიქნები თქვენთან სტუდიაში თუ მე ხარ რამდენი გადაცემა მქონდა მათ შორის მოსკოვზე. 15 გადაცემა მარტო ტელეკომპანია მირის მეშვეობით. ORT, RTR-ი და ეს ძირითადი არხები დაახლოებით ალბათ 12-13 მათ შორის ჩემთან იყვნენ თბილისში აქ ჩამოსულების სახლში. და მათ შორის საახალწლო გადაცემებიც ჰქონდა, ხო? აი ამ დონეზეც კი გავდიოდი ჩვენ თავის დროზე და ეხლა რა სტუდიებში ვიყავი იქ და რა პირობები იყო და ეს ხო ცალკე თემაა და იქ რა ხალხთან და ასე შემდგომ, ხო? მაგრამ იცი რა, მე შეიძლება აქ უკეთესად ვიგრძნო თავი ვიდრე აი ამ ფანტასტიკურ სტუდიაში იმათთან. მე ხვდი? ამიტომ ჩემთვის ამას ნიშნავს ჩემთვის თავარია ვისთან მაქვს საქმე. რომ მე სიამოვნებდეს ის ურთიერთობა, ეს სტილის გარემო და არა ის რომ გრანდიოზული იყოს და აუ მთელი კავშირი გიყურებს. მე ხვდი? ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეხა მე თუმეტეს ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია სიტყვები და მეც მინდა რომ ჩემი წილი უკავშირი გაგიზიაროთ. ჩემი აზრით რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ერთ-ერთი. თქვენ გარდა სხვა ასტროლოგებთანაც ხომ მქონია კომუნიკაცია და რაც აი ყველაზე პირველი აღვნიშნა ჩემს თანამშრომლებთანაც დამემოწმებიან, მეთქი სხვებისგან განსხვავებით ყველას არ გულისხმობ რა თქმა უნდა და არც სახელებს დავასახელებ. როგორი ღია არის სიახლეების მიმართ და არ არის სნობი კომუნიკაციაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თან ამავდროულად მგონია რომ თქვენი წარმატების და ეს კონკურენტული უპირატესობის მომენტი მდგომარეობს იმაშიც რომ ყოველთვის ყვებავთ თქვენს პირად ბრენდს. შეიძლება ანუ როგორც ახლა გაირკვა, თქვენ შერჩევითი ხართ და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ახლა ჩემთან ხართ, აქედან თქვენს გადაცემის ჩაწერაზე მიდიხართ, რამდენიმე დღეს წინ ნანკა გვარიშვილთან იყავით, კიდე ანუ თქვენი სახელი ყოველთვის ხმამაღლა ისმის და ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თქვენ კონკრეტულად არ წაგიკითხოთ ბრენდინგის სტრატეგია და ასე შემდეგ და რაღაც მარკეტინგული ფორმულები, მაგრამ თქვენ ინტუიტიურად თუ უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენი წელია, როდესაც გაქვთ კომუნიკაცია, ისე მაგდაკეთებთ რომ მართალი ხარ, მადლობა ესეთი ხედვისთვის, მაგრამ მაგესნე კიდე რა ხდება. მე ახლა ვარ უკვე იმ სტადიაში, როცა მე შემიძლია ფეხი ფეხზე გადავიდო და აღარ შევიწუხო თავი. გესმის? მაგრამ მოდი რას გეტყვი ახლა მე აგიხსნი. მე რო ხედავდე, რომ ახლა წამოვიდა ის თაობა, რომელიც აკმაოფილებს ჩემს ხედვას, დაგძელებენ ამ გზას. ნამდვილად ამას ვიზავდი რა. იმიტომ რომ მეყოფა 22-23 წელია ეკრანზე ვარ, ხო? რამდენი შეხვედრები, წიგნები და საკმარისი, მაგრამ ვერ ხედავ. მე ხვდი? ხედავ იმას, რომ ვიღაცები ეტმასნებიან ასტროლოგიას. წარმოდგენა არ აქვთ ასტროლოგიაზე. რაღაცებს წაიკითხავ, იმიტომ რომ უკვე ინტერნეტი გავსებულია და კიდე 1000 სისულელი წერია ინტერნეტში ეს ცალკე თემაა კიდე. ამას პირდაპირ ზეპირად იღებენ და დღეს შენ შეგიძლია გამოხვიდე როგორც ასტროლოგი. და როცა ვეუბნები ადამიანს უკვირთ, როგორ, რატო? აი ახლა მაგალითად შენ შეგიძლია ინტერნეტიდან რაც გინდა გადმოწერო, დაადო Facebook-ზე და მიაწერო ასტროლოგი, შენი სახელი გვარი. კაცი შვილი ხმის ამომღები არ არის. ვინმე შეგამოწმებს, ვინმე გაგისწორებს, თუ რა. და შენ უკვე იწყებ ბრენდულ გზას, მიხვდი? და ესეთი არის ძალიან ბევრი მოტმასნილი, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის არც აკადემია, არც სკოლა, რომ ვინმე რამე შეამოწმოს და რაღაცა დაუშვათ, თუნდაც შენიშვნა მისცეს. მე ხვდი? ამიტომ რადგან მე დავინა ერთადერთი რატო ვარ მე კიდე ეკრანზე და ვარ აქტიური. ერთ-ერთი დავინახე, რომ ძალიან დიდი რაოდენობის არმია, როგორც კი წამოვიდა თანამედროვე ტექნოლოგია და შესაძლებლობა, რომ ყველა გამოჩნდეს ასია თუ ისე ეკრანზე, არ არის უცებია მაინც ტელევიზია იყოს. აგერ ბატონო დღეს უკვე გლობალური ასე ვთქვათ ეს არხები რომელიც მოდის იგივე ამ სისტემიდან, ქსელებიდან, მე მგონი მომავალი მათია და ეს უფრო პოპულარულია, ხო? და რადგან ადამიანს მეც ამის საშუალება არავინ არ უშვებს ხელიდან, რომ გახდეს ცნობადი, პოპულარული, შეიძლება ბევრი აფერიცის, მაგრამ რა უნდა, ახლა აგერ უამრავი საიტი, გადმოწერს სიტყვის, გადმოწერს სწორი არ არის ვინ არის,
მეგოდი, ამიტომ მე როცა დავინახე, რომ ესეთი შეტევა დაიწყო ასტროლოგიაზე ამ ბოლო წელს და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც საერთოდ ძალიან შორს არის ახლა დღესაც გამოდიან ისეთ სისულელებს ლაპარაკობენ, რომ მე მინდა გითხრა, რომ მცხვენია მაგრამ ნუ ახლა არ შევდივარ ომში და პოლემიკაში მათთან, ეს ალბათ საჭიროა, რომ ეს კატეგორიაც გამოჩნდეს, რაღაცა უნდა ალბათ ეს პროცესიც განვითარდეს, ფიქრობ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე რადგან ამდენი წელი ამ საქმეს ვემსახურებოდი, ეხლა ამათ ვერ დავტოვებ. ნამდვილად ამავა სანამ შემიძლია ბოლომდე გავკაჩავ, თითოეულ ჩემს სიტყვაზე ვიმეორებ, ვარ პასუხისმგებელი. აი მე შემიძლია ნებისმიერ მათთაგან შევედაო და ძალიან ბევრ რაღაცაზე. ისეთ სისულელეს ამბობენ მათ შორის ისეთ სერიოზულ ტელეკომპანიებში, რომ აი სირცხვილია რა და ისინი რადგან აზზე არ არიან, მართლა გონიათ რომ ესენი ასტროლოგები არიან. წარმოადგენენ არა აქვს დაწყებული ქვებიდან დამთავრებული ხა აი პროცესები წმინდა ასტროლოგიური ხო ადამიანს არის მისკაცო. და სხვა რაღაცას იძახის. სადღაც რაღაცა ამოიკითხა, ზუსტად ვიცი ზოგი საიდან აქვს გადმოწერილი. იმ ავტორებსაც ვიდო, იმათ სტილია. მეგოდი, რუსულია ძირითადად ეს საიტები. საიდან წერობენ ამას. ხო და აი ამიტომაც ვარ ჯერჯერობით ვაინარჩუნებ იმას, რომ მაინც საზოგადოებას კონდეს იმის საშუალება, რომ მეც მომისმინოს, იმათაც მოისმინოს, თუნდაც შედარებაც გააკეთოს და აერჩიოს. თავის არჩევას ყველას უტოვებ. ასტროლოგიის პრინციპი ეს არის, ჩვენ არავის არაფერს არ ვახვევთ. ჩვენ მხოლოდ ვუზიარებთ, ანუ ვინც გაფრთხილებულია, შეერაღებულია. დანარჩენი თქვენზეა, გინდათ მიიღეთ, გინდათ არა. ძალიან გული მწყდება ახლა იმაზე, ჩვენ მიუხედავად შეთანხმებული დროისა ცოტათი მაინც გადავაცილეთ და არ მინდა ახლა თქვენც დაგაგვიანოთ და ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან ბევრი კითხვა დამრჩა, ახლა ეთერს მიღმა. მაგას ეს ყოველთვის ესეა. აი ვიცი, თავში მიტრიალებს 1000 კითხვა, რომელიც 1000 ერთად მინდა დაგისვათ და რადგან ჩვენი ქრონომეტრაჟი. ნუ ერთი კითხვა გავაგრძელოთ. ერთი კითხვა შეგვიძლია ბალასტრებთ. მოდით მაშინ პირველ რიგში ჩემი კითხვა ზუსტად თქვენიდან გამომდინარეობდა, რომ ამდენი ადამიანი, როგორც თქვენ ამბობთ, თვითმარქვეები არიან, არც ისე კარგი დაუშვათ უნარები გაჩნდა და ასე შემდეგ. და ამ დროს პლუს ყველაფერთან ერთად ჩამოდის ხელოვნური ინტელექტი. მაგალითად, როდესაც პროგნოზს ვაკეთებთ, ხო ნატალურ რუკას ვადგენთ, მეც მიცდი ასტროსიკლზე შევდივარ, მიწერს რაღაც, რა თქმა უნდა, მე ინტერპრეტაციაში არ ვარ ძლიერი, მაგრამ იქ რაღაც აღწერები არის და საშუალოდ დაწკვნას გამოიტან. და მე რომ ეს ავიღო, ეს ინფორმაცია შევაგდო ChatGPT-ში ყველაზე მარტივად, მომცემს თუ არა იგივე ტიპის ანალიზს, რაც მე შეიძლება იგივე იმ სპეციალისტთან მივიღო. ანუ რამდენად მოდის კონკურენციაში ერთმანეთთან ესეც იყო ჩემი. ხელოვნური ინტელექტი უკეთეს ინფორმაციას მოგცემს, ვიდრე უმრავლესობა ჩვენი ასტროლოგებისა, აგორე აზრი არ არის, შემიძლია ნამდვილად გითხრა. მაგრამ ის სინთეზური ხედვა, რომელიც აქვს ცოცხალ ადამიანს, ოღონდ ვინც ნამდვილად ასე ვთქვათ, ერკვევა ამ სფეროში, ამას ვერ მოგცემს. დეტალიზაცია, რომელიც უკავშირდება, იცი რა, ეს მაინც არის ხელოვნური. აი მაგათაც ელემენტარულს გეტყვი. ერთი პერიოდი მე მთხოვნე, რომ ზეპირად კი არ ველაპარაკო, არამედ ეს ყველაფერი დაუბეჭდო. და გავაკეთეთ ეს ექსპერიმენტი. დაუბეჭდე, რაღაც უამრავი გამოვიდა ფურცელი, აღარც მახსოვს რამდენი. და მე როცა დავჯექით ვილაპარაკეთ, რა მითხრეცი, კი ყველაფერი ძალიან კარგიაო, საინტერესოა, გასაგებიაო, მაგრამ რაღაც აკლია. და რა აკლია ვერ მიხვდა გესმის და მე ვთხარ, სული აკლია. მშრალია. მე არაფერი. კი, ყველაფერი წერია, სიტყვა გესმის, ხო? სული არ არის შიგნით. მკვდარია ეს ინფორმაცია. ანუ ეს არის მხოლოდ ბეჭდური ტექსტი, რომელიც აბს არ გეუბნება. და მე რო გესაუბრები, უამრავი ენერგია მოდის ჩემგან. მენტალური, ემოციური, ყველანაირი კარმული თუ გინდა ხო? და მე ვცდილობ რომ კიდე რაღაც ნიუანსებზე თუ ვატყობ რომ შენ ეს ბოლომდე ვერ გაიგე სხვა კუთხიდან დაგანახო. ამაში მე ამას ვერ ჩავწერ ყველაფერს. ასე ვერ აგიხსნე. მე ხვდი, შენ ჩემთან რო ხარ და პიროვნული ურთიერთობა რო გვაქვს, შენ ცოცხალ ენერგიასთან გაქვს ურთიერთობა, გესმის? ეს ცოცხალი ენერგია სხვა რამ არის. ის არა მარტო გაძლევს ცოდნას ინფორმაციას, ის კურნავს ამ დროს, ის გაამშვიდებს ამ დროს, თუ რაღაცა საეჭვია იმის დეტალიზაცია სხვა კუთხიდან გაჩვენ, ანუ ცოცხალი იმპროვიზაცია გვაქვს, მე ხვდი? და აქ არის ტექსტი, ეს არის აი როგორც წესი და რიგია, სამხედრო სტილი, მოდი ასე თქვა და მკვდარი. თუმცა ყველაფერი სწორია.
აი ხელოვნური ინტელექტიც ესე მოგცემს. მიხვდი? ხო, მართალია კი. ჩემპიონად საქმიდან ზოგადად არ არის უდაოდ, მაგრამ აი სიცოცხლე ის ნიუანსების სპონტანური იმპროვიზაცია, რაც თავის ერხს აძლევს ამ გადმოცემას ის არ აქვს. თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ენერგია, კარმა და ზოგადად ადამიანები მიდრეკილი ვართ, რა უბრალოდ ყველა ვინც მუშაობთ, გვჭირდება ცხოვრებაში work-life balance, ხო, სწორია, ანუ ვიფიტებით. თქვენი პროფესია განსაკუთრებით ფაქიზი არის ამ ნაწილში. თქვენ არაერთხელ ახსენეთ სიგუნი, იოგა და ანუ პრაქტიკები, მაგრამ ამის გარდა ხომ არ არის კიდევ რაღაცა, რაც თქვენ გჭირდებათ განსაკუთრებით განწმენდისთვის, იგივე ენერგიის აღდგენისთვის, რომ რესურსული იყოთ, იმიტომ თქვენ ხო ძალიან დიდ ენერგიას გასცემთ. ზუსტად ეს არის, აბა იოგა რას აკეთებს? იოგა გასწავლის მათ შორის რელაქსაციას. რელაქსაციას დროს რა ხდება? შემოდის დიდი ენერგია. ერთი. მეორე, იოგა გასწავლის მაგალითად სუნთქვის რიტმის მოსწრებებას. მე ვცადე და ვერ ვაკეთებ იოგას. არა, ვერ არა, არის არ. ალბათ, ანუ არ მომწონს. არა, ეგ არის არ. მოსაწყენია ჩემთვის. ვერ სხვა რამეა. მოსაწყენია შემთვის რატო? იმიტომ რომ ნევროზული მომენტები გაქვს. შენ ცეცხლის ტიკია ხარ, შენ გირჩევნე მაგალითად აქტიური ფორმა, გესმის, მაგრამ ამით ნერვულ სისტემას ვერაფერს ვერ დაემშვიდებ. შენ შეიძლება იყო კარგი სპორტსმენი, მაგრამ გიჟგადარეული. მეხდე? აი პირდაპირ გეუბნები. რატო? იმიტომ რომ ეხლა შენ ვერ დამარწმუნებ, რომ შენს არ შენ შეგიძლია შენ უბრალოდ არ გინდა ეხლა ამ ეტაპზე. ამიტომ ზად არ ახარ, მეხდე? მაგრამ წლებთან ერთად შენ მიხვალ მაგამდე. ამ დროს შენ გაქვს უზარმაზარი ენერგია, რომელიც თუ სწორად მიმართე, ფანტასტიკურ შედეგებს მოგცემს, მაგრამ შენ ეხლა იმდენს ხარჯა უაზრობაში. მიხვდი? რასაც სხვა გამოიყენებდა გაცილებით უფრო რაციონალურად. მაგრამ ამას წლები მოგცემს, ამაში ესაა. გამოცდილები. მაგრამ შენ უნდა მეორე მომენტიც გქონდეს. აი როგორ არის ინდოეთში მაგალითად, ხო? ჯერ იქ არის, თუცა ნამდვილი სკოლა და პროფესიონალური, ჯერ იქ მიდის წიგნი. შენ არა მარტო იმას გასწავლიან დაუშვათ, რომ შენ ახლა ეს სუნთქვითი ვარჯიში უნდა გააკეთო. ეს სუნთქვითი ვარჯიში რას გაძლევს? ფსიქოლოგიური კუთხით ცალკე, ფიზიკური კუთხით ცალკე, ემოციური კუთხით ცალკე. რაც ქმნის, რა ენერგიებს ბადებს, რა იცვლება შენში და რისთვის არის კარგი. ანუ შენ ჯერ ინფორმირებული ხარ, რას აკეთებ და რატო უნდა გააკეთო ეს და რას გაძლევს. მეხვდი ეს სხვან, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებელი. აი ეგეც არის ჩემი კითხვა, მენტორი ძალიან მაინტერესებდა და აი რადგან ქრონომეტრაში შეზღუდულები ვართ, იმდენი კითხვა მრჩება. ბედებზე მინდა კითხოთ თქვენ ინდოეთში მიღებულ გამოცდილებაზე, მენტორობის ინსტიტუტზე ზოგადად რამ ხელმძღვანელობა აქვს. თქვენ ახსენეთ კავკასიელი იოგები, რომლებიც თურმე რეალურად ან ჩვენ გაწავიდნენ განდობილები. თუნდაც დიახ, ანუ იმდენი კითხვა მაქვს თქვენთან, არ ვიცი, როდესმე თუ ჩავწევ, მაგრამ კითხვებს რა დაასრულებს, იმიტომ რომ სამყაროა და ადამიანის ცნობიერება უსაზღვროა და ბევრი რამ მაინტერესებს და ეგ კარგია. და ამიტომაც მაშინ ასე დავტოვებ, ასე ვთქვათ, ახალი დაწყებული მაქვს ეს YouTube არხი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი გამომწერი ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მეტი ნახვა ქონდეს, რომ ამ პოდკასტს ქონდეს განვითარების პოტენციალი და რომ შევძლო ერთი პატარა დეტალი გითხრა რა, პატარა დეტალი გითხრა. უყურე, შეად მეკითხებიან, სად არის ბედნიერება? ვეუბნები შუაში. რას ნიშნავს შუაში? ფერიგებენ გესმის. სამყარო რისგან შედგება? ენერგიაა სამყარო. ადამიანი რა არის? ენერგია, ენერგოველია. დედამიწაც ენერგოველია, ხო? ორი ენერგია პლუსი მინუსი. ის ჩვენ სამყაროში. თორე ჩვენს გარდა რომ კიდე 12 განზომილებაა მინიმუმ და თითოეულ სამყაროში კიდევ 12 ცალკე განზომილება. ეს კიდე ცალკე თემებია. ეხლა? მაგრამ მოდი ახლა ეს ვთქვათ. უყურე? პლუსი და მინუსი. ხო? აქტიური და პასიური. მოდი ეს ვთქვათ. სად არის გზა უფლისკენ მიმავალი წარმატებისა, სიბნისა, სიმშვიდის? მათ შუა. მას ქვია ბალანსი, ანუ ზომიერება. როცა შენ ამბობ ვარს იოგაზე, შენ ამბობ ვარს ბალანსზე. შენ გინდა სუპლუსში იყო დინამიკაში. ამიტომ დისბალანსი შეგექმნება და არ იქნები ბედნიერი. რაცა უნდა ირბინო, რაცა უნდა საქმე აკეთო. არ მეორე უკიდურესობა რომ ეს პირიქით ფლეგმა იმას არაფერი კეთება არ უნდა. ის მეორე უბედურებაშია. გესმის? შუალედი, ოქროში, აი მაგალითად საკვებზე ავიღოთ. ხო საჭიროა, ყველას სჭირდება, ხო? ზედმეტ შეჭამ. ცუდად ხარ. სულ არ შეჭამ. ისევ ცუდად ხარ. მარტივი ფორმულა უფლისკენ მიმავალი გზისა. ზომიერება ძალიან ელემენტარულია, ხო? უმრავლესობა ამას ვერ ან არ ახორციელებს.
მეხდე? ამ დროს ეს არის სწორედ გზა, ყველაზე კარგი. ამიტომ როცა შენ ისწავლი ოქროს შუალედის პოვნას, აი გვეუბნებიან თანაგრძნობა, ხო კარგია? გადასარევია. მაგრამ ზედმეტი თანაგრძნობა დასჯადია. ეგრევე თავზე გიზავენ, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ. მეხდე? და ეს უამრავი ადამიანი მაგას ჩივის. რა ესე გადავყევი და მე როგორ დამიმთავრა. რატო გადაყევი ვეკითხები, იმიტომ რომ არ ვეყოს მეორე კანონი. ზედმეტი სიყვარული. სიყვარული ხო კარგია, მაგრამ გადამეტებული დასჯადია. ამიტომ ეს უნდა გავიგოთ პირველ რიგში. ყველაფერში, როცა შენ ისწავლი ზომიერებას პოვნას, აი მაშინ იქნება ცენტრირებული, ბედნიერი, ეს მასწავლეს მე ინდოეთში, ამის მერე გავხდი სულ სხვა. მეხდე? აი ეს არის გზა, მაგრამ ზოგი ამას გააკეთებს, ზოგი არა. ამის დამიხევდით იქნება ბედნიერი ან არა. კარგით, მაშინ დასასრულს ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ გკითხოთ, აი ის სამი კითხვა, რომელიც აი ყველაზე მეტად გამოვარჩია ახლა. პირველი, ეს იქნება თქვენი რეკომენდაცია აუდიტორიას, თქვენი ცხოვრებისეული ცოდნიდან გამომდინარე ტოპ 3 მაგალითად წიგნი, ან წიგნი, ფილმი, რაც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ, რაც აუცილებლად არის წასაკითხის სანახავი, არ აქვს მნიშვნელობა ასტროლოგით არის დაინტერესებული, არა ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. და რაღაც თქვენი როგორ გითხრათ მოტო რომ დაუტოვოთ თქვენი ცხოვრებისეული სლოგანი ასე ვთქვათ რომელიც ფიქრობთ რომ ღირს გაზიარებათ რთულია ესე უცებ ახლა ნუ მოდი ესე ვთქვათ წიგნებიდან პირველი ტომი მხოლოდ სერგეი ლაზარევის კარმის დიაგნოსტიკა ქართულადაც თარგმნილია დანარჩენ ტომებს შეგიძლიათ არ გადახეთ ეს არის ყველაზე ღირებული ერთი საიდან ძალიან კარგად გაიგებთ. დაავადება რა კავშირშია თქვენს ცხოვრებასთან, აზროვნებასთან, თქვენს მენტალურ მდგომარეობასთან და კარმასთან. და მეორე ოშო. ოშო რაჯნიში დოგვის მარცვალი. გინდათ გაიგოთ ქრისტიანობა და ვინ იყო იესო აქედან. საქართველოდან ვერ გაიგებთ. ქრისტიანობას ვერ გაუგებთ. ხაპარია ეგ. მეგდეთ? სად იყო იესო 15-30 წლამდე ამასაც გიმალავენ. და რა სკოლა გაიარა. საიდან მოიტანა ეს უცნაურობები, რომელიც დღემდე ვერ გავიგეთ. აქ რო დაგარტყავენ ეს მეუშვერე. ან გიყვარდეს მტერი შენი. ვინ მეასრულებს? გაიგეს? არა ხო? და რატო? და რატო გძალავენ ინდოეთი ცუდია, ის ცუდია, იოგა ცუდია, რატო? როცა ზუსტად იქედან არის ყველაფერი მოტანილი. ვერც ებრაელებმა ვერ გაუგეს და ვერც ჩვენ ვერ გავიგეთ. გინდათ გაუგოთ ჭეშმარიტი ქრისტიანული გზა რა არის, რა იგულისხმა იესომ ამა თუ იმ ფრაზაში, რომელიც შეგვიცვალეს ბიბლიაში. არ მითხრათ ახლა ბიბლია გესმით. ბიბლია არის კოლერებული შრიფტი, არა, 99% არ პერეს. არაფერი არ ესმის, ტყუილია. ხო და აქედან გამომდინარე, აიქედან გაიგებთ. ბევრ ამას, რატო არ არის პეტრეს ახარება შესული ბიბლიაში, რომელიც ყველაზე ახლო იყო იესოსთან? უამრავი კითხვაა ხო? ოღონდ ერჩევას მივცემ კიდევ ყველას. არატარო ჯვარი, სადაც არის გამოსახული იესო. რატომ? არა, ეს სიკვდილის სიმბოლოა. ატარო ჯვარი, მაგრამ იესოს გარეშე. გამოსახული იესო მიჯაჭვული, ეს არის სიკვდილის სიმბოლო და თქვენ ატარებთ აქ, ხო? და ეს რა წერტილია? ეს არის გულის ჩაკრა, გულის ენერგეტიკული ცენტრი. თქვენ სიკვდილის ენერგიას დებთ თქვენ სიცოცხლის ენერგიას. გულზე, რატო? მოგბეს და ცხოვრება? ჩვეულებრივი ჯვარი კი ფანტასტიკური სიმბოლოა. იესოს მოსვლამდე 5 საუკუნით ადრე არსებობდა. და ის არ ვიცით რას ნიშნავს უმრავლეს შემთხვევაში, ხო? მაგრამ სიცოცხლის მთავარი სიმბოლოა. ოღონდ ზედ ნუ იქნება ეს. აი ეს გავითვალეთ ეს ჩემი რჩევებია. მოკლე, ნუ შეიძლება ხა ბევრი რამ კიდევ ვილაპარაკოთ, მაგრამ არ ღირს ყოველ შემთხვევაში მე ერთ რამეს გირჩევთ. რადგან ჩვენ შევედით უზარმაზარ ეპოქაში 2030 წლამდე, სადაც იქნება უზარმაზარი ცვლილებები თქვენ ნახავთ. სახელმწიფოები, საზღვრები, ეკონომიკა, ყველაფერი შეიცვლება რადიკალურად. სიკვდილიანობაც კი მოემატებს. რატო? იმიტომ რომ ენერგოველი იწყებს თვითგანწმენდას. ჩვენ გადავდივართ ახალ აბსოლუტურად ეპოქაში. და რადგან დედამიწის ენერგოველი 2020 წელს იყო 140 ჰერცი, 150 ჰერცი, დღეს არის უკვე 200. ანუ ის იწყებს თვითგანწმენდას და მისი ველი ადის ზევით. ადამიანის და დედამიწის ენერგოველი ყოველთვის იყო ბალანსირებული, ამიტომ ადამიანი ცოცხლობს დედამიწაზე. ეხლა გვაქვს დიდი ხიფათი. თუ ადამიანი არ დაეწია
აი ამ აწეულ ენერგოველს დედამიწისა და წავიდა ღვარძლის, ბოღმის, შურის, აგრესიის გზით, ის დაწევს თავის ენერგოველს, დისბალანსი შეექმნება დედამიწასთან და ეს გამოიწვევს უზარმაზარ სიკვდილიანობას. თუ ვერ მიხვდებიან რატო? ჩვენ თუ გვინდა გადავრჩეთ და დავრჩეთ დედამიწაზე, უნდა ავწიოთ ჩვენი ენერგოველი, რით, სიკეთით და სიყვარულით. სხვა გზა არა გვაქვს. კარგად გაიგეთ. თუ არა და მე ნუ დააბრალებთ იქ უხაერობას, ცუდ რამეს ჭამთ, რა წყალი, ეს ღაპრებია. თავარი არის ეს. აქ რა ხდება და აქ რა ხდება. აი თქვენ ახსენეთ კარმა. და ხშირად ვამბობთ, რომ რასაც გავცემთ, ის გვიბრუნდება ბუმერანგივით, მაგრამ იმდენივე გვიბრუნდება და ისეთივე დოზებით გვიბრუნდება, როგორც გავცემთ, გინდათ ცუდიც და გინდათ კარგი. უარესიც. შეიძლება უარესიც იყოს. და შეიძლება საერთოდ არ იყოს, არა? არა, გამორიცხულია. ეხლა როგორ ფიქრობ, ის ხალხმა რომელიც აწვალა ხალხი ციხეებში. შემდეგ ინკარნაციაში რა დაემართათ ბატონიმათ. ზუსტად იგივე. ხო, მაგრამ ამ ინკარნაციაში ხო არაფერი არ ხდება და ეგ ძალიან დიდი უსამართლობა მგონია. ზოგჯერ აქაც ხდება, ზოგჯერ აქაც ხდება. ზოგჯერ. გააჩნია რამდენ ხანში წამოვა უკან. რა ესეთი წინაღობები შეხვდება მას. რამდენად იმ ადამიანს კიდევ ძლიერია არა მარტო პირადი, არამედ საგვარეულო კარმა. და იქიდან იღებს რაღაც კიდე დაცვებს დაუშვათ, ხო? აქ ბევრი დეტალია ჩართული. მაგრამ ამ ცხოვრებაში თუ არ მოესწრო, იმ ცხოვრებაში ვერ გაიქცევა. ამიტომ რასაც ახლა აკეთებთ, არ გეგონოთ, რომ ის გაივლის და სადღაც წავიდა ცაში და ნახვამდის. თავს ნოიტყუებთ. ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ. ამიტომ პასუხი აგეთ თქვენს ნამოქმედარზე და სიტყვებზე. კეთილი. და დასასრულს ერთი კითხვა მექნება მოკლე, განვლილი გზა თუ მიღწეული შედეგი ან საბოლოო მიზანი, რომლისკენაც მივდივართ. მიზანი არის ერთადერთი ადამიანის ცხოვრებაში. 100 წლის მერე, როცა წახვალთ ამ ქვეყნიდან, ყველას ეხება ეს. ერთ-ერთ კითხვას მიიღებთ. რა გააკეთეთ სულის ევოლუციური ზრდისთვის? თქვენ უპასუხებთ, გქონდა ამდენი გადაცემა, ამდენი სახლი, ამდენი მანქანა, ამდენი ფული, ამდენი ტანსაცმელი, ამდენი მეგობარი. მოვა კონტრკითხვა, თან რა მოიტანეთ? ამას ამ ქვეყნიდან იმფეგნად ვერ გადაიტანთ. აკვი დარჩება საკითხავი. ყოველივე ამაში, რასაც ფლობთ, მაცდუნებელი მუხტიდებს, დიდმა ფულმა, დიდმა სიამოვნებამ საერთოდ შეიძლება დაავიწყოს ადამიანს სულის ევოლუციური ზრდა, როგორ გამოიყენეთ? თუ ამას შეუწყო თქვენი სულის ზრდას, მაშინ კი ეს შეგეცვლებათ. მაგრამ უბრალოდ შემთხვევაში ეს რგუნავს. და აი ამაზე თუ რას წაიღებთ ამ ქვეყნიდან სულიერი განვითარების ზრდის კუთხით, მოდეს თქვათ ჭყალებში ადამიანობის კუთხით, ამაზე იქნება დაფუძნებული შემდგომი თქვენი ცხოვრებისული პერიოდი. მხოლოდ და მხოლოდ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ თქვენთან კომუნიკაციით და მჯერა რომ ყველას და თქვენს გადაცემას პირველში უფრო საინტერესო გამختارიყოს და უფრო საინტერესო კიდე სტუმრებთან გქონოდეთ ურთიერთობა. უღრმესი მადლობა და მჯერა რომ ჩემ პოდკასტის განვითარებასთან ერთად კიდევ არაერთხელ მოგიწვევთ, იმიტომ რომ როგორც მე მაქვს თქვენთან კიდევ უამრავი კითხვა, ასევე ექნება სხვებსაც და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას აქტივობა, გამოწერები, engagement-ი და ასე შემდეგ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია თქვენც ისევე სიამოვნებთ და გრძნობთ იმ ენერგეტიკას, რომელიც ახლა აქ ტრიალებთ და რა ვიცი, თქვენგანაც დღეს იხილეთ ვერძის და კუროს დუეტი. იმედია მოგეწონათ, წარმატებები ყველას. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.